შედგება თუ არა დღეს ჯანდაცვის მინისტრისა და რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალის შეხვედრა. სამინისტრომ გუშინ დაანონსა, რომ მინისტრის 3 საათზე კლინიკის თანამშრომლებს შეხვდება. მანამდე კი პერსონალის ნაწილმა, რომელიც კლინიკასთან დაკავშირებით სამინისტროს გეგმებს არ ეთანხმება, იმავე დროს სამინისტროსთან საპროტესტო აქცია დაანონსა. შედგება თუ არა აქცია და შეხვედრა, რასაც ხდებენ ექიმები, თამარ ნადარეიშვილი გვერდება ბოლო ინფორმაციით, ახლა აღია ეთერში თამარ გისმენთ. რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების გეგმები უცვლელია, ისინი პროტესტის მესამე დღეს გადაინაცვლებენ საპროტესტო აქციით ჯანდაცვის სამინისტროსთან, სადაც კიდევ ერთხელ გააჟღერებენ თავიანთ მოთხოვნებს. როგორც იცით, გუშინ მათ შეთავაზება მიიღეს ჯანდაცვის სამინისტროსგან, კერძოდ მინისტრისგან ზურაბ აძარაშვილისგან შეხვედრასთან დაკავშირებით. როგორც ისინი აცხადებენ, მათ ექნებათ ერთადერთი წინაპირობა და ეს არის, რომ გაუქმდეს ბრძანებულება რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციასთან და თანამშრომლების დათხოვნასთან დაკავშირებით და მათი თქმით, სწორედ ამის შემდგომ დასხდებიან ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან, თუ შეიქმნება ეგრეთ წოდებული სამუშაო ჯგუფი, სადაც ისინი უკვე რესპუბლიკური საავადმყოფოს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრებენ. მათი მოთხოვნები კვლავ უცვლელია და ისინი კიდევ ერთხელ გააჟღერებენ ამას ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციაზე. ისინი ითხოვენ, რომ აღნიშნულ შენობის დემონტაჟი არ მოხდეს და უწყვეტ რეჟიმში მიეცეთ აქ საექიმო საქმიანობის განხორციელების უფლება. არაფერი ჩვენ გეგმებში არ შეცვლილა. გუშინ გვიან საღამოს სადაც 8-ზე რაიოთვა. ესე იგი მოგვივიდა ეს ინფორმაცია, რომ მინისტრს ჩვენთან შეხვედრა თან 3 საათზე ცოტა სასაცილო იყო 3 საათზე, როცა ჩვენ გეგმავთ ამ აქციას. ჩვენი პასუხი ასეთია. ჩვენ მინისტრს შეხვდებით იმ შემთხვევაში 3 საათზე რა თქმა უნდა გამორიცხულია შეხვედრა. იმ შემთხვევაში შეხვდებით თუ საწყის ეტაპზე გაუქმებენ ბრძანებას საავადმყოფოს რეორგანიზაციის და თანამშრომლების დათხოვის შესახებ. ჩვენ გვაქვს ასე ვთქვათ ერთი პირობა. ეს პროცესი, რომელიც არის დაწყებული და რომელიც გულისხმობს 15 თებერვალს ფაქტურად კლინიკის დახურვას, ანუ რეორგანიზაციის დამთავრებას, თუ ეს პროცესი შეჩერდება, ანუ საწყის ეტაპზე რომ გვეცოდინება, რომ 5 თებერვალს ადამიანი შეიძლება ამ კლინიკაში მოვიდეს და გააგრძელოს მუშაობა, ჩვენ შევძლებთ შეხვედრას და შემდეგ უკვე ლაპარაკს. ანუ ჩვენ მარტივად გვინდა რომ ეს პროცესი, რომელიც არის ძალიან დაჩქარებული, ანუ 2 კვირაზე არის დაახლოებით ლაპარაკი, გაჩერდეს და მერე ვილაპარაკოთ ანუ შემდეგ გეგმებზე. რესპუბლიკური საავადმყოფოს ირგვლივ ნებათა ღელვა ჯერ კიდევ გასული წლის მარტში დაიწყო, როდესაც პირველად გაჟღერდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა შენობის დემონტაჟი მოხდეს. მაშინ აქ თანამშრომლების ნაწილმა რამდენიმე კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციებიც გამართა. ჯანდაცვის სამინისტროსგან თანამშრომლებმა მიიღეს შეთავაზება სხვადასხვა კლინიკებში დასაქმებასთან დაკავშირებით. რამდენიმე ათეული თანამშრომელი დათანხმდა კიდევაც, ნაწილი ამ დროისთვის მაგალითად რუხის სამედიცინო ცენტრში აგრძელებს მუშაობას. ბოლო პერიოდში გავრცელდა კიდევაც ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ამ თანამშრომლებს საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ მოსთხოვეთ სხვა კლინიკაში გადასვლა. ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა რამდენიმე ექიმის კომენტარი, რომლებიც ამ დროისთვის რუხის სამედიცინო კლინიკაში აგრძელებენ მუშაობას. მათი განცხადებით ეს იყო შეთავაზება და ისინი საკუთარი ნება-სურვილით წავიდნენ აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში. მთლიანი გუნდის სახით დაახლოებით 20 თანამშრომელი. ეს არის სახელმწიფო კლინიკა და მათი თქმით აქ ეძლებათ საშუალება ის, რომ საკუთარი საექიმო საქმიანობა უწყვეტ რეჟიმში აწარმოონ. ძალიან ბევრმა ფაქტორმა მიგვაღებინა ეს გადაწყვეტილება, მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესი, როგორც მოგახსენეთ, იყო ის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა, რომელიც ამ კლინიკას აქვს. ეს არის ზუსტად სახელმწიფო კლინიკა, სახელმწიფო სექტორის განვითარებაში უდიდეს მნიშვნელობას და უდიდეს ფუნქციას ასრულებს და შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი სამაგალითო კლინიკაა მაგ მხრივ, რომ როგორ უნდა მოეწყოს სამედიცინო სახელმწიფო სექტორი. ვინარჩუნეთ ჩვენი გუნდი, ჩვენი კოლექტივი და ვინც წამოვედით თბილისიდან, დაახლოებით 20 ექიმზეა საუბარი, უმცროსი ექიმი და ექიმი მუშაობთ ჩვეულებრივად. რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუნდური პრინციპით მუშაობდით ჩვენ. შემდეგ მე სხვაგანაც მქონდა სამსახური, ვიყავი დეპარტამენტის ხელმძღვანელი ერთ-ერთ კლინიკაში. თუმცა მქონდა არჩევანის გაკეთების საშუალება. შეთავაზება იყო ასეთი, რომ ჩვენი გუნდით წამოსულიყავით და რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადმოსულიყავით
და გაგვემართა მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო. პირადად მე არჩევანი გავაკეთე ამ კლინიკის სასარგებლოდ. როგორც აღნიშნე, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების ნაწილი დღეს აპირებს ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციის გამართვას, მიიღებს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო მათ პირობაზე დათანხმდება თუ არა, ეს სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გაირკვევა. მადლობთ თამარ ნადარეშვილი საუბრობდა ღია ეთერში.